والسلام على رسول الله. მოგესალმებით ძირფასო მუსლიმებო. უზენაესი ალლაჰის წყალობა და მფარველობა არ მოხლებოდეთ. დღეს არის ხუთშაბათი. ვაგრძელებთ ჩვენს ყოველკვირეულ ლექციებს. წავიკითხავთ დღესაც შუამავალ სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამის სიტყვებიდან რამდენიმე ჰადისს. გაჩერებული ვიყავით ყოველდღიური ხუთი ნამაზის სუნნეთებს და მათ მადლიანობას სწავლობდით ჰადისებიდან. ერთ-ერთ ლექციაზე ჩვენ წავიკითხეთ დილის ნამაზის სუნნეთების შესახებ არსებული ჰადისები და მისი მადლიანობის შესახებ. დღეს ინშალლაჰ ალლაჰის ნებით წავიკითხავთ შუადღის ლოცვას რა სუნნეთები ახლავს და ვინც ამ ლოცვას ყურადღებას მიაქცევს დაიცავს, არ გამოტოვებს, რაოდენ დიდ მადლს დაემსახურებს თავისი გამჩენის წინაშე. აქედან ერთ-ერთი ჰადისი არის იმამ ნესაის კრებულში გადმოცემული, რომელსაც უმმუ ჰაბიბე ბინთ აბი სუფიან რადიალლაჰუ ანჰა გადმოგცემს, ყალეთ, რომელმაც თქვა, ყალა რასულულლაჰი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ, ალლაჰის შუამავალმა თქვა, მენ ჰაფაზა ალა არბა'i რაკაათინ ყაბლა ზუჰრინ وأربع بعدها حرمه الله تعالى على النار. Wins შუადღის ლოცვის წინ 4 მუხ ნამაზ შეასრულებს და ასევე ლოცვის შემდეგაც 4-ს შეასრულებს, ალლაჰი სუბჰანაჰუ ვა თაალა მის მიმართ ჯეჰენემის ცეცხლს ჰარამს იზამს. ანუ ჯეჰენემის ცეცხლი მას არ მიეკარება, მისგან შორს იქნება. 4 მუხლი ნამაზი შუადღის ლოცვის წინ. რაოდენ დიდი მადლია და ჩვენ ზოგადად ვიცით, რომ შუადღის ლოცვის შემდეგ 2 მუხლია სუნნეთი. კი ბატონო. მუეკედი სუნნეთი, რომელსაც ყოველთვის ასრულებდა შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ და თითქმის არასოდეს არ მიატოვებდა, ეს არის 2. მაგრამ როგორც ეს ჰადისი, ამის გარდა კიდევ სხვა ჰადისებიც არის, რომელიც გვესაუბრება, რომ შესაძლებელია შუადღის ლოცვის შემდეგ 2-ს კიდევ 2 დავუმატოთ და 4-ად ვილოცოთ. რა თქმა უნდა, ის პირველი 4-იც და შემდგომი 4-იც უკეთესია, თუ ვილოცებთ 2 მუხლად. ყოველ 2 მუხლზე სელამს მივცემთ. ეს უფრო უკეთესია, მაგრამ შესაძლებელია 4-ადაც ლოცვა. არჩევანს თუ გავაკეთებთ, რომელი უმჯობესია, 2-ად ლოცვა უმჯობესია. სწავლულები განმარტავენ, რომ შუადღის ფარძის შემდეგ სალოცავი ამ 4 მუხლის სუნნეთიდან 2 არის მუეკედი სუნნეთი, ხოლო მომდევნო 2 არის მუსტეჰაბი. თუ ილოცავ კარგია, თუ არ ილოცავ, შენს ნალოც ევლას, ანუ შუადღის ლოცვას არაფერი არ დააკლდება ამით. უბრალოდ თუ ილოცავ მოემატება, თორემ ულოცველობით არაფერი არ მოაკლდება, ის ლოცვა სრულად ჩაეთვლება. ასევე აქ ჰადისში ნახსენები არის, რომ ალლაჰი სუბჰანაჰუ ვა თაალა მას ჯეჰენემის ცეცხლს ჰარამს უზამს. და აქ ჩდება კითხვა და რა თქმა უნდა ამ კითხვასთან დაკავშირებით სწავლულებს უმსჯელიათ, რომ შეიძლება ადამიანი ყოველდღურად ნამაზ ლოცულობდეს და ამ სუნნეთებსაც ლოცულობდეს, მაგრამ ამის გარდა კიდევ სხვა ცოდვებს ჩადიოდეს. არასწორი საქმეებით, საქციელით ან სიტყვებით იყოს დაკავებული. და ჩვენ ვიცით, რომ მორწმუნე მუსლიმი თუ ცოდვების მონანიების გარეშე, ან ქეფარეთის გარეშე, ან ალლაჰის პატიების გარეშე წავა ამ ქვეყნიდან, იმას იმ ქვეყნად ამ ცოდვების სასჯელის მოხდა მოუწევს და შეიძლება მუსლიმი იყოს, მაგრამ გარკვეული დროით მას იმ ქვეყნად ჯეჰენემის სასჯელი შეეხოს. აქ სწორედ ეს ჰადისი ამბობს, რომ ჰარამია ჯეჰენემის ცეცხლი მასზე და სხვა ჰადისები და ზოგადი ისლამის სწავლება გვეუბნება, რომ მუსლიმი, ცოდვილი მუსლიმი, თუ ალლაჰმა არ აპატია მას, რაღაც მიზეზი არ გახდა მისი პატიებისა, ჯეჰენემში მოხვდება. აქ რა ხდება ახლა? ჯეჰენემში მოხვდება და ჯეჰენემი არ დაწვავს, მაშინ ჯეჰენემში მოხვედრა აზრს დაკარგავს. ამ გაუგებრობას ამოფხრიან კიდევ სხვა ჰადისის წამოშველებით და დახმარებით, და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ისლამი 1 და 2 ჰადისით არ უნდა გავიგოთ, არამედ მთლიანობაში
უნდა ვიცოდეთ ყურანიც და სუნნეთიც და ერთიანობაში უნდა აღვიქვათ, რომ მივიდეს სწორ შედეგამდე. თუ ამდენი ცოდნა არ გვაქვს, მაშინ უნდა ვკითხოთ და მოусმინოთ იმათ, ვისაც ამის ცოდნა აქვს. სხვა ჰადისები განმარტავს ამას, რომ არის სხვა ჰადისებში განმარტებები, რომ ჯეჰენემი ნამაზის მლოცველს ჯეჰენემის ცეცხლში, ჯეჰენემში რომც მოხდეს, სეჯდეს ადგილები არ დაეწვისო. ასეთი რაღაცა ყველა თქვენგანს ვაიზებიდან გაგონილი გექნებათ. სწორედ ამ საკითხზე გადააქვთ ამ ჰადისის განმარტებას სწავლულებს და ამბობენ, რომ თუ იმას სხვა ცოდვები გააჩნია, ამ ნამაზებს სისტემატურად ასრულებს, მაგრამ მაინც სხვა ცოდვები გააჩნია, ის ადამიანი ჯეჰენემში თუ კი მოხვდა, სეჯდეს ადგილები იმ ნამაზის სიძვირფასიდან გამომდინარე, სეჯდეს ადგილებზე ჯეჰენემის ცეცხლი ჰარამია მისთვის არ მიეკარება, თუმცა სხვა სხეულის სხვა ნაწილებში ის სადენილი ცოდვის სასჯელს მაინც მიიღებს. კიდევ ერთი ჰადისი, რომელსაც ასევე იმამ ნესაი გადმოგცემს, عن أم حبيبة رضي الله عنها عن رسول الله صلى الله عليه وسلم قال رب أم حبيبة გადმოგცემს, რომ ალლაჰის შუა მავალმა თქვა, ما من عبد مؤمن يصلي 4 ركعات بعد الظهر فتمس وجوهه النار أبدا إن شاء الله عز وجل. არ არსებობს ისეთი მორწმუნე ადამიანი, რომელიც შუადღის შემდეგ 4 მუხლს ლოცულობს და იმას მის სახეს ჯეჰენემის ცეცხლი შეეხოს. როდესაც ალლაჰი ამას ინებებს. ესეც დაახლოებით იგივე შინაარსის ჰადისი, უბრალოდ აქ წინა სუნნეთებზე არ გვესაუბრება, ბოლო სუნნეთზე გვესაუბრება და აქაც 4 მუხლად ლოცვაზე არის საუბარი. და კიდევ ერთ საკითხზე მინდა გავამახვილო აქვე ყურადღება, რომ შუამავალი ალეისალათუ ვესალამი ორივე ჰადისში და ამის გარდა კიდევ სხვა ჰადისებში კერძოდ იმ ნამაზების სუნნეთებთან დაკავშირებით ამბობს, რომ ამის შემდეგ ვინც ამას ილოცავს. როგორც აქ ამბობს, რომ შუადღის ლოცვის შემდეგ, შუადღის ფარზის შემდეგ ვინც 4 მუხლს სუნნეთს ილოცავს. და აქ არის ერთი ასეთი შეკითხვა. კიდევ სხვა ჰადისები არის, რომ მაგალითად ვინც ყოველი ფარზის შემდეგ 23 ჯერ სუბჰანალლაჰ 23 ჯერ ალჰამდულილაჰ 23 ჯერ ალლაჰუ ეკბერ იტყვის, იმას ასე და ასე მადლი. შუამავალი ალეისალათუ ვესალამი გვეუბნება. აქ ჩნდება კითხვა, რომ ჯერ უნდა ვილოცოთ თუ ჯერ ეს უნდა ვილოცოთ და მერე თესპა დავთვალოთ თუ ჯერ თესპა დავთვალოთ და მერე ის ვილოცოთ. ნახე შუამავალი ალეისალათუ ვესალამი არც ამ ჰადისში და არც იმ მეორე ჰადისში ამას არ აკონკრეტებს, თანმიმდევრობას არ აკონკრეტებს. აქაც ამბობს, რომ შუადღის ლოცვის შემდეგ ვინც 4 მუხლი ილოცოს, არ მომდევნო ჰადისებში ვინც 2 მუხლი ილოცოს და იქაც ამბობს, რომ ფარზის შემდეგ ვინც თესპა დათვალოს. ეს ნიშნავს იმას, რომ თანმიმდევრობა არ არის დაკონკრეტებული და ასეთ შეიძლება და ისეთ შეიძლება. მაგალითად, ჰანეფი მეზჰების სწავლულების იჯტიჰადით, იჯტიჰადი ნიშნავს არსებული არგუმენტების განხილვის და მსჯელობის შედეგად მიღებული დასკვნა, მიღებული გადაწყვეტილება. ჰანეფი მეზჰების სწავლულების იჯტიჰადის მიხედვით ნამაზი ფეხზე დამდგარი სრულდება. აქედან გამომდინარე, ფეხზე დამდგარი შესასრულებელი ხის აიბადეთები დავასრულოთ და ბოლოს რომ გავჯდებით ფეხზე ასადგომი აღარ ვიქნებით, ამის შემდეგ დავთვლით თესპას, ამის შემდეგ გავაკეთებთ ზიქრს. ეს არის ჰანეფი მეზჰების იჯტიჰადი. სხვა მეზჰებებში, მაგალითად შაფიში და ასე შემდეგ, იჯტიჰადი არის, რომ უპირატესობა ჯერ თესპას ენიჭება და შემდგომ სუნნეთს. თუმცა ეს ჰადისში, ვიმეორებ, ჰადისში დაკონკრეტებული არ არის თანმიმდევრობა. ჰადისში ორივეში, ორი სუნნეთის ლოცვასთან დაკავშირებითაც ფარზის შემდეგ არის ნათქვამი და თესპაზეც. აქედან გამომდინარე, ვინც რომ დაჟინებით ცდილობს, რომ ვიღაცას შენიშვნა მისცეს, შეუსწოროს, თავს მოახვიოს, ის ხალხი ცდილობენ თავიანთი მეზჰების იჯტიჰადის წინაპლანზე წამოწევას და ამის უფრო პრიორიტეტად ქცევას. თორემ ეს არ არის ჰადისის კარნახი და ეს არ არის ყურანის კარნახი, რა თქმა უნდა. აქ ეს მცირე გადახვევა, იმიტომ რომ ჰადისი რახან ამ საკითხს ეხებოდა, ამის შესახებაც მინდოდა გწოდნოდათ, რადგანაც შეიძლება განსხვავებულად ვინმე შეამჩნიოთ, რომ განსხვავებულად აკეთებს და გაგიჩნდეთ კითხვა, რომ რატომ აკეთებს. ან შეიძლება ვინმე შენიშვნა მისცეს, რომ ასე რატომ აკეთებ და ისე რატომ არ აკეთებ, რომ გწოდნოდათ
და ასეთ შემთხვევებისთვის მზად ყოფილიყავით, ამისთვის გავაკეთე ეს გადახვევა, რომ ასეთ შეიძლება და ისეთ შეიძლება, დანაშაული შეცდომა არც ერთი არ არის. კიდევ ერთი ჰადისი იმამ თირმიზის კრებულიდან عن عبد الله ابن سائب رضي الله عنه أن رسول الله صلى الله عليه وسلم كان يصلي أربعا بعد أن يزول الشمس قبل ظهر. عبد الله ابن سائب გადმოგცემს რომ ალლაჰის შუამავალი მზის ზენიტიდან დასავლეთისკენ გადახრამდე ლოცულობდა 4 მუხს შუადღის ფარზამდე. ახლა მზის სანამ მზე დასავლეთისკენ ზენიტიდან დასავლეთისკენ გადაიხრებოდა მანამდე, მაგრამ შუადღის ფარზამდე. ანუ აქაც საქმე გვაქვს შუადღის ლოცვის წინ არსებულ 4 მუხს სუნნეთ. وقال და ასე ამბობდნენ რომ إنها ساعة ამ დროს არსებობს ერთი დროის ისეთი დროის მონაკვეთი تفتح فيها أبواب السماء რომელშიც ზეცის კარიბჭეები გაიხსნება ხოლმე. وأحب أن يسعد لي فيها عمل صالح და მე მინდა რომ ამ დროს, როდესაც ზეცის კარიბჭეები გაიხსნებია, როდესაც ზეცის კარიბჭეები ღია არის, ამ დროს მე სალიხი, ანუ სათნო ღვთის წინაშე მიღებული და მოსაწონი საქმით ვიყო დაკავებული და ამიტომ ლოცულობ ამ დროს ამ კონკრეტულ 4 მუხს. აქ საკითხი არის ასეთი რომ სწავლულებს შორის ორი აზრი არის რომ ზოგიერთები ამბობენ რომ ეს კონკრეტულად ზევალის დროს არსებული სუნნეთია და ეს არ არის შუადღის ნამაზის წინა სუნნეთი, თუმცა სწავლულთა უმრავლესობის შეფასებით აქ საუბარი არის შუადღის ნამაზის წინა სუნნეთის შესახებ. მზის ზენიტში მიღწევამდე 45 წუთით ადრე არის მეკრუჰი დრო. მზე აღწევს ზენიტში და ცოტა ხანს შეყოლმდება იქ. შემდგომ უკვე იწყებს დასავლეთისკენ გადახრას. სწორედ იმ დასავლეთისკენ გადახრის წინ რაღაც წუთები ან შეიძლება წამები იყოს დარჩენილი, როდესაც მზე იწყებს უკვე დასავლეთისკენ გადასვლას. სწორედ ამ დროზე არის ჰადისში ნათქვამი, რომ აქ უკვე შუამალ ალეისალათუ ამ დროს ლოცულობდა 4 მუხს და ამბობდა, რომ ამ დროს ზეცის კარიბჭეები იხსნებაო. და მე მინდა სწორედ მაგ დროს ვიყო კეთილი საქმით, სამადლო საქმით, ღვთის მსახურებით დაკავებული. როგორც აღნიშნეთ, სწავლულთა ნაწილი უმცირესობა ამბობს, რომ ეს სხვა ნამაზი არის, რომელიც მზის ზენიტში ყოფნის დროს შესრულდება, თუმცა უმრავლესობა ამბობს, რომ ეს ევლის წინა ნამაზი, ევლის წინ ყოფის სუნნეთია. ნახეთ ახლა ნამაზის თავის დროზე ლოცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი შეგვიძლია ამოვიკითხოთ ამ ჰადისში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი რომ ეზანი იკითხა, ანუ ნამაზის დრო დადგა, შეიძლება ეზანი არ იკითხა, მაგრამ დრო ხომ ვიცით რა დროს დგება შუადღის ლოცვა და მაშინვე დავდექით და ვლოცვილობთ. დიდია ალბათობა რომ ჩვენ დავემთხვათ იმ დროის მონაკვეთს, როდესაც ზეცის კარიბჭეები ღია არის. ღია არის იმას ნიშნავს, რომ მავედრებლის ვედრება შესმენილი იქნება. მონანულის სინანული შესმენილი იქნება. ლოცველის ლოცვა ყაბული იქნება. აი ცოტა რომ დაგვიანდება მერე, ბატონო ცოტა რომ დაგვიანდება იქინდის მოსლამდე ევლა ილოცება, მაგრამ იქინდის მოსლამდე ეს ზეცის კარიბჭეები ღია არ რჩება. ანუ ყაბულობის შანსი უკვე ითდება შენს ნამაზს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ნამაზი თავის დროზე შესრულდეს. კიდევ ერთი ჰადისი, რომელიც გადმოცემული არის ისევ თირმიზის ჰადისთა კრებულში, عن عمر بن الخطاب رضي الله عنه يقول عمر بن الخطاب გადმოგცემს قال رسول الله صلى الله عليه وسلم الله შუამავალ თქვა أربع قبل ظهر بعد الزوال تحسب بمثلهن من صلاة السحر. შუადღის ლოცვის წინ, თუმცა მზის დასავლეთისკენ, ანუ ზენიტიდან გადახრის შემდეგ, ამ შუალედში 4 მუხლი ნამაზი ღამით, ჩვენ რომ თეჰეჯუდს ვუძახით, თეჰეჯუდის ლოცვის ტოლფასია.
შუამალ ალეისალათუ ვესალამისგან გადმოგცემს ვინ? ჰაზრეთი ომერი. قال رسول الله صلى الله عليه وسلم და ამის შესახებ ალლაჰის შუამავალმა თქვა وليس من شيء إلا وهو يسبح الله تلك الساعة არ არსებობს რამე არსება ქმნილება რომ ამ დროს ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალას არ ადიდებდეს. ثم قرأ და შემდგომ წაიკითხა სურა ნაჰლის 42-ვე აიათი يتفيأ ظلاله عن اليمين والشمائل سجدا لله وهم داخرون. ამ აიათში ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალა ბრძანებს რომ შეხედეთ ალლაჰის ქმნილებებს, უსულო არსებებს, როგორ გადაიხრებიან მათი ჭდილები მარჯვნივ და მარცხნივ ალლაჰის მორჩილების ნიშნად, ალლაჰზე სეჯდეს გაკეთების ნიშნად და ისინი არიან მორჩილნი. სეჯდეს ორი მნიშვნელობა აქვს ყურანი კერიმის აიათებში მოცემულ სიტყვა სეჯდე შეიძლება სხვადასხვა მნიშვნელობით შეგხვდეს. ორი მთავარი მნიშვნელობა, ერთი ადამიანის ჯინის ან ანგელოზის მხრიდან გააზრებულად, გაცნობიერებულად ალლაჰის სადიდებლად პირქვე დამხობა და მის დამით აყვანისცემის მიგება. და მეორე, ზოგადი მორჩილება, ალლაჰის მიერ დადგენილი კანონების მიმართ მორჩილება. ბუნება სამყარო ყველაფერი ალლაჰის შექმნილია და ბუნების კანონები არსებობს და ის კანონებიც ალლაჰის შექმნილია. და ყველა უსულო არსება იმ ბუნების კანონებს ექვემდებარება და იმ კანონებს არ გადაუხვევს და სწორედ მათ მიერ სეჯდე და ალლაჰის დიდება სწორედ ამას ნიშნავს. წყალი რომ დაღმა მიენდინება, ცეცხლი რომ წვავს, დანა რომ ბასრისაგანი რომ ჭრის და ასე შემდეგ, ეს არის ბუნების კანონები, რომელიც ალლაჰმა სუბჰანაჰუ ვა თაალამ დააწესა და ის სამყაროს გაჩენის დღიდან ისე მოქმედებს. შეიძლება ვიღაცას გაუჩნდეს კითხვა რომ და არსებობს ისეთი შემთხვევა, როდესაც ბუნების კანონები სხვანაირად მოქმედებდეს, რამე მოქმედებდეს ბუნების კანონის საწინააღმდეგოდ? კი ბატონო, ძალიან ბევრი. მაგალითად, იბრაჰიმ ალეისალამმა გადაწყვიტა ალესილი ბასრი დანით დაეკლა თავისი შვილი ისმაილი, მაგრამ არ გაჭრა დანა. არ იმოქმედა ბუნების კანონმა, რატომ? იმიტომ რომ ალლაჰმა სუბჰანაჰუ ვა თაალამ არ დართვა მის ნება. იბრაჰიმ ალეისალამი თვითონ ცეცხლში გადააგდეს, მაგრამ ბუნების კანონმა არ იმუშავა, რადგანაც ალლაჰმა სუბჰანაჰუ ვა თაალამ არ მისცანება და არ დაუწვია. და ასეთი მაგალითად, ბუნების კანონი არის რომ ჯოხს თუ დავარტყამთ წყალზე, წყალი შეიძლება გაიყოს ორად, მაგრამ უმალ დაუბრუნდება ისევ. არ გაჩერდება იქ, დაბრუნდება. მაგრამ მუსა ალეისალამმა როდესაც დაჰკრა თავისი ჯოხი ზღვას, ალლაჰის ნებით იმან გაიწია იქეთ-აქეთ, მაგრამ უკან აღარ მოწევულა და მორწმუნეებმა შეძლეს ზღვის გადალახვა. ეს ყველაფერი ბუნების კანონების საწინააღმდეგოა. მაგრამ თუ კი ალლაჰი ინებებს სუბჰანაჰუ ვა თაალა, ღელე აღმაწავა. თუ ალლაჰი ინებებს, თუ ალლაჰი იმას მისცემს იმის ბრძანებას. სწორედ ეს ბუნების კანონები, რომ სამყაროს გაჩენის დღიდან დღემდე ემორჩილება ალლაჰის მიერ დადგენილ წესს და სხვანაირად არ ხდება, ხო? ეს მორჩილება არის მათი მხრიდან სეჯდე. თორემ ქვა, წყალი, ხე და ასე შემდეგ ადამიანის მსგავსად ქეთს არ მოიხრის და სეჯდეს არ გაკეთებს. მისი მხრიდან სეჯდე ის არის. მარცვალი ხის მარცვალი გახმება, ზეზე დადებ, გამოაშრობ, გაახლობ, მაგრამ გაზაფხულზე ჩააგდებ მიწაში, იქიდან გაიშლება, განედლდება, გაღვივდება, აღმოცილდება და დიდი უზარმაზარი ხეთ იქცევა. ეს არის ბუნების კანონი, რომელიც ალლაჰმა დაუწესა მას და იმას არ გადაუხვევს, იმას არ ეურჩება. მისი მხრიდან სეჯდე ეს არის, რაც ღმერთმა მას დაუწესა, იმას აკეთებს. ჩვენი მხრიდანაც, რაც ღმერთმა ჩვენ დაგვიწესა, ის უნდა გავაკეთოთ. უნდა შევასრულოთ ნამაზი და უნდა გავითვალისწინოთ სხვა ბრძანებები თუ აკრძალვები. الحمدلله رب العالمين والصلاة والسلام على رسولنا محمد وعلى آله وأصحابه أجمعين.